თავი შეეკავებინა აი იმისგან რაც შვიდა აგვისტოს გამე. ისევ გავალ ამ პირდაპირ პასუხი და თქვენი პირდაპირ შეკითხვაზე. მე შემიძლია თქვა შემდეგი რამ, რომ აი ახლა რადგან მიდის დისკუსია, ესეც მითის ნაწილი, ანუ არა იმაზე იყო საუბარი, რომ თქვა იყო თუ არა პროგრესი საერთაშორისო სხვადასხვა არენაზე საქართველოს მხრიდან წარმატებას ჰქონდა თუ არა ადგილი თქვა ტოლვილთა დაბრუნების ან კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში. მე ვფიქრობ, რომ მითის თავარი მითი, რომელიც ახლა ყალიბდება და რომელიც ახლა თქვა ხელისუფლებას ცდილობს, რომ თქვა ბოლომდე გაიტანოს ეს მითი, ეს არის, რომ ომი იყო გარდაუვალი. აი ეს არის ის მითი, რომელიც მე ყველაზე მეტად მიმაჩნია პასუხგასაცემად. შეიძლება ესე იყოს, მაგრამ მე დარწმუნებით ვამბობ, ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა არა მარტო 15 მაისიდან, როგორც წმუნებების სიგელ გადაცემული ელჩი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც 2003 წლის ნოემბრიდან ვიყავი აქტიურად საქართველოს ხელისუფლების ბევრ პროცესში ჩართული, რომ ჩვენ გქონდა არათუ შანსი აგვეცილებინა თავიდან ეს კონფლიქტი და ეს დღევანდელი მდგომარეობა, არამედ გქონდა საშუალება ძალიან წინ წავსულიყავით მათ შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხებში და მე არ ვცხვენი ამ თემაზე ლაპარაკის და რატომღაც ახლა ინერგება ქართულ საზოგადოებაში, რომ ესეთა ნორმალიზაცია ურთიერთობის იქნებოდა ძალიან ცუდი ტონი ან რაღაც ცუდი ასპექტი. ეს არის თავარი მითი, რომელიც არის ან დასანგრევი, ან დასადასტურებელი. ამიტომ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ პასუხი უნდა გაეცეს ბევრ რაღაცას. თუ ამ მითზე, თუ მითია ჯერჯერობით, იმიტომ რომ არ არის დაზუსტებული, დარჩება პასუხი, რასაც ხელისუფლება ამტკიცებს და ამაზე საზოგადოება გარიგდება იწვევს, რომ ეს იყო გარდაუვალი ომი, მაშინ ჩვენ ვართ ერთ სიტუაციაში. თუ პირიქით გაიცემა პასუხი, რომ ჩვენ მივიღებთ პასუხს, რომ საზოგადოება და ისევე როგორც მე მგონი ძალიან დიდი ნაწილი დასავლეთის საზოგადოებას უკვე ამაში დარწმუნებით ლაპარაკობს, რომ ეს ომი თავიდან აცილება ამ ომის რა თქმა უნდა შეიძლებოდა და მე მქონდა ასევე ბატონ ლაშას დავეთანხმები, რომ ძალიან ბევრ დიპლომატთან ურთიერთობა, მათ შორის მოსკოვში და ბევრ გადაწყვეტილებაზე იყო ხოლმე ძალიან ესეთი მკვეთრი მესიჯები მათი მხრიდან, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ მათი მხრიდან იყო აგალითად ну თუნდაც იგივე ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით ვთქვი რა მე იმ მომენტში როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული თბილისში მშვილდის საბჭოს ხდომაზე და გახმაურდა პირველად ორი უმსხვილესი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ერთი ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის იმ მომენტისათვის თავარი ანუ შეერთი ფაქტიურად, იმიტომ რომ ელჩი ახალი დანიშნული იყო და ჯერ არ შედგომოდა უფლებამოსილებას, დამიკავშირდა და ასევე დამიკავშირდა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი. პირიქით, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი მოსკოვში პირდაპირ მოვიდა ჩემთან გამოფრენის დღეს. მათი ორივეს რეაქცია იყო გაკვირვება. არაადეკვატურობაზე ამ გადაწყვეტილების. ანუ მათი საუბარი მიდიოდა იმისკენ, ახლა ვერავინ ვერ დააბრალებს, თქვა ვილაპარაკებს ევროპის ეს თქვა გარკვეულ პროტექციონიზმზე რაღაც თემებთან მიმართებაში, ამერიკელებთან დაკავშირებით მე მგონი ჯერჯერობით არ შექმნია, ხო, იმისა თუ პრეტენზია არ დაგვიყენებია ამერიკელებთან, რომ არ გვეხმარებიან, ხო, ნუ ესე ორივე გვეხმარებოდა, ხო? ორივე მხრიდან იყო რეაქცია, რომ ჩვენ ესე თქვა ავიღეთ უფრო მაღალი როგორც ითქვიან, ტონალობა, ვიდრე გვეუნდა აგვეყო. რაზეა საუბარი, რომ ჩვენ როცა ვაპარაკობთ იმაზე, რომ ივლისის თვე იყო ურთულესი თვე და ივლისის შემდეგ მოვიდა ეს ყველაფერი, ხო, ამ პერიოდში ჩვენ რა თქმა უნდა რესურსი მთლიანად არ გამოვიყენეთ. მე მოკლე პერიოდზე შემიძლია ვილაპარაკო, ზოგადად. ამიტომ ეს თქვა, რო არ გამიგდოთ ეს თემა და ესე არ შევიდე იმ თემაში, რომელზეც ჩემ თვითონ თავს დავუყენე გარკვეული ეს თქვა მორატორიუმის საუბარზე კომისიამდე, მე ვფიქრობ, რომ ეს თემა არის პასუხგასაცემი. რა პასუხგასაცემი ან გასაცხოვრება. მე დავიკითხავ ასამბლეის ეს პუნქტი. ასამბლეა აცხადებს, ეს არის ევროპის ასამბლეა. მიუხედავად იმისა, რომ ის დაწყება 2007 წლის აგვისტოში შესაძლოა მოულოდნელი იყო ბევრი მისი წევრისთვის, ეს იყო შედეგი სიტუაციის თეორიოზული გაუარესებისა და პროვოკაციებისა, რომელიც დიდი ხნით ადრე დაიწყო. ან თვითონ გვეუბნება ევროპა რეალურად როგორ იყო და რანაირად ვითარდებოდა სიტუაცია. ანუ ჩვენ გავიგე რაზეა პასუხი ამ შემთხვევაში. ევროპა ამბობს, რომ ეს პროცესები დიდი ხნით მეც იგივე ვთქვი. ეს პროცესები დაიწყო დიდი ხნით ადრე, მაგრამ თავიდან აცილება შეიძლება. ეს დაახლოებით რას გავს? ისიც ახლა ჩვენ რომ ვისაუბროთ, რომ ვენის აშლუზი ჰიტლერის დროს შესაძლებელი იყო ვენას უფრო დიპლომატიური ქმედებები რომ ჩაეტარებინა. ან ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას, დაახლოებით პოლონეთის, იმიტომ რომ როდესაც მე ერთ-ერთ გადაცემაში მოვიყავი, ისაც აიკითხე, რასაც საუბრობ, ერთმანეთთან დიამეტრალურად განსხვავებულ პროცესს. მოდი დავასრულებ და ევროპარლამენტში.
პარლამენტის. მეც საკითხული მაქვს. ეგ არის პირდაპირ საუბარი, მაგრამ ორივე მხარე თანაბრად არის დადანაშაულებული აგრესიაში. ამიტომ ძალიან ხო ინტერპრეტაცია იმის რასაც კითხულობ და იმის რასაც არ შეიძლება გიწევი არის კითხვა ამ გადაცემას, მაგრამ ყველას რომ აშლები მიუხედავად შეთანხმებები. დოკუმენტის დატია რატანკოლა თუ შეიძლება არა მე არაფერ არ მიგზავნია თქვენ ბრძანეთ ამ случаი რომ ევროპარლამენტის ციტატა გააკეთეთ რაღაც დასკვნით და იმ დასკვნის საფუძველზე აკეთებ შემდეგ ინტერპრეტაციას და გეუბნებით რომ აქ ეს არ წერია და ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე რაც წერია და ის წერია ძალიან მასივი გასაგები ენით მე მგონი ყველა გასაგებ ენაზე რომ ორივე მხარე თანაბრად არის გადანაშაულებული ამ თანაბრად არის გადანაშაულებული ორივე მხარე არის აღიარებული მოდი ახლა სასწორზე ვერ ავტოვებთ მაგრამ თანაბრად არის გამოცხადებული აგრესორად არა აგრესორად ბატონშოთა თუ შეიძლება ბატონშოთა ბატონ კობასოვია და ატოლაშას მინდა გამოვეხმაურო რომ ნუ გარკვეული პოლიტიკური ძალები ვთქვათ იყვნენ დაინტერესებული ამ ომით გამომდინარე იქიდან რომ ვთქვათ ეს რაღაც გარკვეულ დივიდენდებს მოუტანდა მათ ბანოლაშადამ კარგეთ თუ გინდა ესე მეწუნეთ ბანოლაშა ის ხელისუფლება რომელიც მოვიდა ორი როდესაც ქვეყანაში ორი რევოლუცია განხორციელდა ვადების რევოლუცია დაჭარაში და ორივე მოხდა ომის გარეშე იმ ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ ჰქონდა ომის დაწყების არსად გამომდინარე იქიდან რომ მას ეს მშვიდობიანი ქვეყნის გამაერთიანებლის და აღშენებლის ფუნქცია გსურდა შეგვენარჩუნებინა ბოლომდე არავის ომი არ უნდოდა ავიცნოთ რა ხდებოდა მოდი ჩვენ ავლაპარაკოთ გაეროზე და შემდეგ უფრო კონკრეტული ფაქტები გავიცნოთ ქართული სოფლების დაბომბვა ქართული ბლოკპოსტების დაბომბვა და მთავარი საფრთხე შემოვლითი გზა რომელიც იყო გაკეთებული შემოვლითი გზის ხელშესაგდების ცელობა ოსების მხრიდან აი რამ განაპირობა ჩვენი მხრიდან საპასუხო რეაქცია ახლა თქვენ მეტყვით რომ უფრო უარესი შედეგი ევაკუაცია უკვე სამში იქონდა გოგოის დაწყება. აი ერთადერთი რასაც ბატონშოთა კოლუმბია არ მიყვები არ იმაშთაო. აი გოგოის რომ არაფერი არ ეთქვა, არაფერი არ იცვლებოდა. ფაქტი იყო, იბომბებოდა ბლოკპოსტები, იბომბებოდა ქართული სოფლები და შემოვლითი გზა, რომელსაც ჩვენ უკავშირდებოდით ქურთა სამარაშენს და ამ შემდეგ ის გზა იკარგებოდა. შეტევა ხორციელდებოდა ამ გზაზე. ეს არის ხოსროლა უკვე. იქ გამოიწვია შეტევა. ამის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საპასუხო სექტორის შესახებ. არ გამომივიდეს ახლა მე ოპოზიციის დამსველი ვერ ვიქნები. არა, ვიცი რომ არ შეიძლება. ის რა თქმა უნდა არის მარიონეტი რაღაცის ხელში და სადე გვეცლოდა, მაგრამ მე ვამბობ სხვა რამეს, რომ ჯერ ერთი აქედა რა იბომბებოდა. 2004 წლის გადახურზე ოქროაშვილთან ერთად თანადიროდ დადიოდა. ერთად დადიოდი თანადიროდ ირაკლი ოქროაშვილი და კოკოიცკობა. მეგონი გაგიდა მე ერთმანეთს ეშხუბნენ. ასევე გაგიგია სხვა ბევრი ლეგენდა და ასევე როცა საუბრობთ რომ ერთი და მეორე უსისხლოდ დამთავრებულია 2004 წლის ივლისის აგვისტოს მოვლენებით გავიხსენოთ რა. როცა ჩვენ მოვახერხეთ რომ შევსულიყავით ისეთ კრიზისში რომლის შედეგებაც ვერ დაიწყო შემდეგში მუშაობა. ოქროაშვილი მართლა დადიოდნენ თანადიროდ, როცა ირაკლი ოქროაშვილი ძალიან ისეთი სერიოზული არგუმენტებით ასაბუთებდა, რომ ნუ დღეს ხვალის საქმე იყო ის რომ ჩვენ ვერ ვიკარო, როგორ ირაკლი ოქროაშვილის დროს დასწროს, იგივე იმ სიმაღლეების აღება, იგივე ამერიკის ფაქტები. ამის უკან დაბრუნება ირაკლი ოქროაშვილის სიმაღლეების აღებაზე დაბრუნებას მახსოვს იცით რომ ირაკლი ოქროაშვილი როგორ დაბრუნდა შავნაბადაზე და როგორ გამოაცხადა რომ 8 ჩეჩენი იქნა ლიკვიდირებული ამ შემაღლის ოპერაციის დროს არ არის მე მახსოვს ჩეჩენზე და ყაზაკზე ერთად იყო საუბარი და ბოლოს დიდხანს ეძება ისე ამ ტელევიზიამ ამეზამატებრო არა პრედიკატ იმენეს საკითხი გავქონდა გაეროში ეთნოგრაფია არა ოკროაშვილზე იგივე საკითხი გაიგებდა ეს ხელისუფლება ხესია ჩალიშობდა და იქ არიწოდა რაღაცა აჭარის ისტორია გადნაკობა თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ იმიტომ რომ იმ პროცესში ვიყავით ჩართული და უმძიმესი ფიზიკური ტრავმებიც აქვს მიღებული მაშინ და ისტორიაში ესეც იყო სერიოზული რისკების მატარებელი ეს გავიარეთ ავანტურა იყო იმ მომენტში იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა სრულიად სერიოზული რისკი იმისა და გადავჭი სამწუხაროდ ხო აი ზუსტად აი აჭარის ისტორიაზე ჩვენ არ ვისწავლეთ ხო და კოკას რო არ მოაქვს წყაროდან წყალი ყოველთვის ხო ეს არის